თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მეშვიდე კორპუსის სახელმწიფოს უსასყიდლო დაუთმო. ამ ფაქტს ადასტურებს როგორც თსეუს წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომის ოქმი, ასევე საჯარო რეესტრის ამონაწერი. საუბარია შენობაზე, რომელიც ქეთევან-წამებულის გამზირზე მდებარეობს. 47 მომხრე და 7 წინააღმდეგი ამ შედეგი დასრულდა საბჭოს სხდომა, რომელზეც წევრებმა გასცეს თანხმობა სახელმწიფოსთვის ქონების გადაცემის შესახებ. ეს კი იმ პირობით, რომ ადგილზე სტუდენტთა საერთო საცხოვრებელი და სასწავლო კორპუსის მშენებლობა უნდა დაწყებულიყო. მარიამ ლეკიაშვილი დეტალებით. აულაბარში ქეთევან დედოფლის 55 ნომერში მდებარე ყოფილ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეშვიდე კორპუსს დღეს უკვე ბოქლომი ადევს და შენობა მთლიანად დაცლილია ინვენტარისგან. საკმაოდ აგრესიულად არიან განწყობილები აქ მომუშავე პერსონალი კამერების მიმართ, ვინაიდან მათ არ აქვს პასუხები იმ კითხვებზე, რაც დღეს საზოგადოებას აინტერესებს. მათ არ იციან, ეკუთვნის თუ არა კვლავ ეს შენობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს და დღემდე არ მიუღიათ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მათმა რექტორმა ჯაბა სამუშიამ ეს შენობა ოფიციალურად გადასცა სახელმწიფოს. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომაზე სწორედ ეს იყო ერთ-ერთი საკითხი, რომელიც სხდომის წევრებმა განიხილეს. ყავდა 47 მომხრე, ხოლო 7 წინააღმდეგი, ვინაიდან როგორც ჯაბა სამუშიამ მათ განუმარტა ამ შენობის სახელმწიფოსთვის გადაცემის სანაცვლოდ, ისინი მიიღებენ ახალ სასწავლო კორპუსებს და სტუდენტებისთვის განკუთვნილ საცხოვრებლებს, თუმცა კონკრეტული ვადები, რა ვადებში უნდა შეასრულონ სახელმწიფომ ეს დაპირება გაწერილი არ არის. სწორედ ამიტომ 7 საბჭოს წევრი იყო მოწინააღმდეგე, რომ ეს შენობა გადაეცათ სახელმწიფოსთვის. ასევე ნიშნავდობლივია ისიც, რომ წარმომადგენლობითი საბჭოს ოქმში ვკითხულობთ იმასაც, რომ სახელმწიფოსთვის გადაცემის შემდეგ ამ ტერიტორიას შეიძენს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის დამფუძნებელი, რომელიც ერთის მხრივ არის ქართული ოცნების საკმაოდ აქტიური ამომრჩეველი და შემომწირველი. სწორედ ამით ნათელი ხდება ის რეალური მიზანი, რისთვისაც ქართულმა ოცნებამ სულ რამდენიმე დღის წინ ახალი დრაკონული განათლების რეფორმები დაამტკიცა. თსეუს საკუთრება აღარ არის ეს კორპუსი? არ ვიცი. თქვენ რა გითხრეს? რა პოზიციაზე მუშაობს თქვენ? თსეუს საკუთრება და ახლა დაკეტილია? დაკეტილია ხვალმომწონი. და თუ აღარ ეკუთვნის თსეუს, ახლა თქვენ რა გითხრეთ? ხალხია ისევ. თსეუს ხალხია ისევ? და არ გითხრეს, რომ ეს კორპუსი გასხვისებულია უკვე და სახელმწიფოს გადაეცა? არ გითხრას ხვის საქმეში რატო? მე რატომ მაგდებ უხარხულ მდგომარეობაში? მე მიდით ხელმძღვანელს და ელაპარაკეთ რა. ვინახავთ ყაჩაღები ხარ? ზუსტად ასე წერია მინისტრის მოადგილის ოფიციალურ წერილში, რომ ამ ტერიტორიის დათმობის და სახელმწიფოსთვის და მერე უკვე საბოლოო ჯამში კერძო უნივერსიტეტისთვის გადაცემის სანაცვლოდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის სამომავლოდ დაგეგმილია ამ ინფრასტრუქტურის მშენებლობა. თუმცა ეხლა ეს სამომავლოდ ამ სიტყვაში შეიძლება ჩვენ გულისხმობთ 1 წელი, 5 წელი, 100 წელი. აქ ამ შემთხვევაში არანაირი გარანტია, არანაირი დაგეგმილი, გაწერილი, თქვათ, გეგმა არ არსებობს. თუ კი შენობა ავარიულია, ამ შემთხვევაში სახელმწიფოს ევალება, რომ ის ან გაამაგროს, ან მის ნაცვლად ააშენოს ახალი შენობა და არ ევაჭროს უნივერსიტეტს ამ შენობებითა და მისი კუთვნილი ქონებით. გაფორმდა როგორც ჩუქება, ძალიან ესე ვთქვათ, საინტერესოა და როგორ მოხდა ამ თსეუს მხრიდან ჩუქების გზით გადაცემა ამ ქონების რეალურად სახელმწიფოსთვის და მე ვფიქრობ, ეს არის დასაწყისი. ჩემი აზრით, კიდე ბევრ ასეთ ჩუქების პრეცედენტი გვექნება ახლო მომავალში. არასაჯაროდ, გაუმჭვირვალედ მიდის სერიოზული ვაჭრობა, ასე ვიტყოდი. გამართლდება ჩემი პირადი მოლოდინი, რომ ერთ-ერთი მიზანი ამ მთლიანი რეფორმის საბოლოო ჯამში არის სახელმწიფო უნივერსიტეტებისგან ქონების ჩამორთმევა და შემდეგ მისი გამოყენება ან უშუალოდ ქართული ოცნების ინტერესებისთვის, ან მასთან დაკავშირებული კერძო თამაშეების ინტერესების სასარგებლოდ.
ქართულმა ოცნებამ ახალი დრაკონული განათლების რეფორმების სისრულეში მოყვანა უკვე დაიწყო. ახლა ნათელია, რისთვის სჭირდებოდა ქართულ ოცნებას ეს ახალი რეფორმები და რატომ დაამტკიცა ის რეკორდულად მოკლე დროში.